შეგვისრულა FSB-ი, ხალხო, FSB-მ შეგვისრულა ზუსტად, FSB-მ შეგვისრულა. ზუსტად. ან ხვალ გითხრათ? კი, ბოდიშით. ზუსტად, აი ეს ადამიანები, ვინც გითხრეს, რა ვიცი, დაწყებული ნაციონალური მოძრაობის სახეებიდან, ბურჭულაძეები, აქ კიდე კაცები რო დაყვებიან, ესენი არიან FSB, ზუსტად, ესენი არიან FSB. და არ ვიცი, ხვალ თუ შეძლებთ და თუ ჩვენ შევძლებთ, ქართველი ხალხი თუ შევძლებთ ამ ნაძირლების გარეშე, ამ ხალხის გამწირვალების გარეშე, ჩვენ თუ შევძლებთ და ხვალ მართლა დავორგანიზდებით, ეს იქნება ბოლო შანსი. იმიტომ რომ ამათ გაწირეს ადამიანები, ამათ ზუსტად, როცა ამბობდნენ მშვიდობით, ამათ ჯერ ბავშვებით მოდითო. და ბავშვები აიფარეს როგორც ღაზას სექტორში იფარებენ. და შემდეგ სპონტანურად სხვა გეგმები, სხვა კოორდინაციაში არავისთან არ მოვიდნენ, მათ შორის არც ჩვენს ჯგუფებთან, სხვა მებრძოლებთან არავისთან არ მოვიდნენ კოორდინაციაში, არ გაიკარეს ხალხი. და შემდეგ ზუსტად სპონტანურად შეჭრისკენ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრისკენ მოუწოდეს. 10 მილიციელი იდგა, ჩემი მეგობარიც იქ იყო, პირველი გაიქცა ის. 10 მილიციელი იყო და 1000-მა კაცმა, იმიტომ რომ თავდაცვის საშუალებები არ ქონათ, 1000-მა კაცმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია 10 მილიციელს. და ეს იყო ჩვეულებრივად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ჩვენ ქართველ ხალხს პაატა ბურჭულაძეებმა, ვიღაც პოლიტიკოსებმა, ნაციონალურ მოძრაობამ და დანარჩენმა ნადიმ ხმალაძეებმა კი შეგვისრულეს. და ზუსტად თავდაცვის საშუალებების გარეშე გამორიცხული არის. ახლოზე ქუჩას ვერ ვუახლოვდებით, საერთოდ ნოემბერ-დეკემბრიდან განსხვავებით, საერთოდ სხვა გასუშვებენ, რომლითაც თვალებით ბრმავდები, სპეციალური ნიღაბი თუ არ გაქვს, ვერ ჩახვალ, ვერ მიეკარები იმ ქუჩას. დიახ. აი ერთი მინდა თქვენი უყურებელობა მოვისმინოთ. თავდაცვის საშუალებების, ანუ გაწირეს ხალხი, იმიტომ რომ არ იყო დაორგანიზებული, კიდევ იყვნენ აქ სხვა ადამიანები. როგორ უნდა წარმართულიყო თქვენ რა მოლოდინი ჰქონდათ ეს გაგვიზრდა? კოორდინაციაში უნდა მოსულიყვნენ, მერე კიდევ რაც გააკეთეს, ამათ აგროვეს თუ ამ ქვეყანაში იყო დარჩენილი აქტიური მებრძოლი ადამიანები და ჯგუფები და ასევე საზღვარგარეთიდანაც ჩამოსულები, უნდათ რომ ინფორმაცია მოეძიებინათ. დასვეს გუშინ თუ გუშინ წინ იყო ესეთი ჯგუფებიც ზუსტად, ვითომ პაატა ბურჭულაძესთან იყო შეხვედრა, იყო ესეთი და პაატა ბურჭულაძე საერთოდ არ გამოცხადა. ამათ უნდათ ესეთ ხალხზე ქონოდათ ინფორმაცია ზუსტად და იცოდეთ ხალხო ამათ გაგწირეს. და ხვალ ბოდიში დავამატებ, ხვალ ან ჩვენ შევძლებთ, მართლა შევძლებთ, ვის ინტერესშიც ამ ქვეყნის დაცვა არის, ან ჩვენ შევძლებთ კოორდინაციას, ან დავივიწყოთ საერთოდ ყველაფერი. მადლობა.